ახალგაზრდები ვინც ქუჩაში გამოვიდნენ, მათ აქვთ გარკვეული გამარჯვებების გამოცდილება, პატარა გამარჯვებების თუნდაც, იმიტომ რომ იქამდე წინა თაობა ძალიან ფრუსტრებული არის და ძალიან მძიმე გამოცდილება აქვთ. ჩვენი თაობა პირველად ქუჩაში გამოვიდა, თუ გახსოვს ბირჟა მაფიის დროს, როდესაც მუსიკოსები დაიჭირეს აბსოლუტურად უკანონოდ, ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალებები, ხალხი გამოვიდა, შედეგი დაიდო. მერე გაგრძელდა ეს ყველაფერი რაც დეკრიმინალიზაციის მოთხოვნაში, რომ პატიმრები გამოუშვით და აქაც გარკვეული შედეგი დაიდო. 20 ივნისის დროს გამოვედით საბოლოო ჯამში გადაგვაგდეს მე რამე თვალ გამარჯვება და მას ვერ დავარქვით, მაგრამ იმ მომენტში უკან დაიხია ხელისუფლებამ და პროპორციულად ჩემებზე წამოვიდა. ანუ ის რომ ქუჩაში გამოსვლას რაღაც აზრი აქვს, აი ვიღაცა რო კითხობს, აი რა აზრი აქვს მანდ რო დგახართ? შენ გაქვს პასუხი რა აზრი აქვს? მე შედეგი დამიდია, მე ვიცი რომ აქვს პროტესტ აზრი, თუნდაც პატარა შემთხვევაში, როცა ვაწვევი, შევა უკან დაიხიოს, როცა ვაწვევი, შეიძლება რომ ბოლომდე ვეღარ დამჩაგროს. და ზუსტად ვიცი რომ თუ არ მივაწექი, თუ სახში ჩავჯექი, თუ საერთოდ არ ამოვიღე, მაშინ ბოლომდე მომაწვება და ბოლომდე შემჭამს, იმიტომ რომ ძალაუფლების ბუნება არის ასეთი. აქ აღარ არის საერთოდ ლაპარაკი ივანიშვილზე ან ქართულ ოცნებაზე, ნაციონალურ მოძრაობაზე. ზოგადად ძალაუფლების ბუნება არის ასეთი. ხელისუფლება არის რიგ შემთხვევაში აუცილებელი ბოროტება. შეიძლება ამასაც პოლიტიკური სკოლიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად უყურებდე, მაგრამ ეს კომპონენტი მანდაც არის, რომ შენ თუ ის არ აკონტროლე, ის აუცილებლად გაიზრდება და სიმსივნესავით მთლიანად გაანადგურებს ორგანიზმს.